მეთქი რა ხდება. თხილის ნაჭუჭიდან ომითა კეთდება ნახშირი. მეთქი როგორც გამოგვივა იმისა მიხედვით გავაკეთო და პრობლემა. შემდეგ 9 აპრილს ხანძარი გაჩნდა. რამდენი ამბავი გადაგიტანიათ? ხო და გავის ფარფალი არ დავყარეთ და დღემდე მოვედით. ცოტა გამინაწილე. ვაიმე რა გემრიელია მეთქი. პირველი შენ გაშინდე, შენი მინდა ნახშირიდან გაკეთებული. სუნია სპეციფიკური ის ზეთები რაც აქვს თხილის ნაჭუჭს ის უნდა გამოვიდოს. აი გამოდანადები ესე ეჩნდა. არა აქ რამ ისეთ სპეციფიკური სუნი? არა დანაკარგი არის 4 ტონა ნახშირი ნაჭუჭი და კეთდება 1 ტონა ნახშირი. მომხმარებლისთვის ეს უკეთესია და ბუნებას ვინ არ შუნებს ხეთყი არ იჭრება და კეთდება ბიომასიდან. ჩოხატაურში ვიმყოფებით სოფელ საჭამიას ერში და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მთავარ სამ გმირს ხედავთ ამ კადრში პირდაპირ. ეს არის ნახშირი, ეს არის თხილის ნაჭუჭი და მწვადი. რა შუაშია ეს სამი პროდუქტი ერთმანეთთან. დღეს სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ და მე ვფიქრობ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, იმიტომ რომ საქართველოში პირველ ქარხანაში ვიმყოფებით, რომელიც აწარმოებს თხილის ნაჭუჭის ნახშირს, რომელიც უამრავი უპირატესობით ხასიათდება. რატომ, როგორ, რანაირად, დღეს სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ. ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად, ფრიდონი და დავითი არიან ჩვენი გადაცემის გიდები და რესპონდენტები. ნახშირზე სასაუბროთ მოვედით და მწვადით ხსნით დღევანდელ ეპიზოდს. რა თქმა უნდა, სტუმარს ეგრე ხვდებით, ქართველები ვართ. ძალიან გაგვიმართლა. ქართველები ვართ, მწვადისა ღვინის გარეშე არ გამოვასწრებთ. გურული გამჭრიახობის ამბავი ვიცი და არ მიკვირს რომ თქვენი დაწყებულია ეს ბიზნესი საქართველოში პირველების და მოგვიყევით საიდან გაჩნდა იდეა, როდის და რანაირად მოხვედით აქამდე? დავითი იმყოფებოდა 2019 წელში თურქეთში და იქ ნახა ეს პატარა მირი ქარხანა თუ გამოსაწვავი თხილის ნაჭუჭი არ ვიცი. და იქიდან გამომდინარე ჩამევიდა თურქეთიდან, დავითი და მე წლები აქვს მაგაცობთ და ერთ საღამოს მოვიდა, ანუ შევხვდით ერთმანეთს და დავითი მეუბნება რომ ვიდონ ესეთი სიტუაცია არის, ესეთი რამე ვნახე და რაღაცა იდეა გავახორციელოთ. მეთქი რა ხდება. თხილის ნაჭუჭიდან ომითა კეთდება ნახშირი. მეთქი როგორც გამოგვივა იმისა მიხედვით გავაკეთო და პრობლემა. დავიწყეთ. დავითის ტერიტორია სოფელი აქ ბავშვობა აქ აკატარებული და ამ სოფელში ნელ-ნელა დაიწყო თვითონ დავითი ჩემი დახმარებითაც იქით. დანარჩენი დავით დავიმატე ყველაფერი რა რანაირად გავაკეთეთ. შევიძინეთ უცხოელებიდან დანადგარები. აქ საერთოდ არც გზა იყო, არც მოსასვლელი ჩვენი წვალები, ჩვენი სახსებით ავაშენეთ ეს შენობა. ჩამოვიტანეთ დანადგარები და ცოტა ცუდი დროები შეხვდა, პანდემია დაგვესრო, არ გავჩერებულად ვინმე. 19-ში დაიწყეთ დავით, ხო? 2019-ში გაიხსნა. 20-ში პანდემია მოგისწრებდა. პანდემია მოგვისწრო, არ გავჩერებულად, აი როგორ შეგვეძლო ისო მუშაობდით. შემდეგ პანდემიის შემდეგ ავაშენეთ 2 დიდი ანგარი. შარშან დითოვლობის გამო გურიაში დითოვლობა იყო. ერთი მხარე ანგარი მთლიანად გაანადგურა, მეორე დააზიანა. ისელე ჩვენი ძალები და არ გავჩერებული ვართ. გრანტის მივიღეთ სოფლის მეურნეობიდან, 2 დანადგარი ჩამოვიტანეთ. შემდეგ 9 აპრილს ხანძარი გაჩნდა. რამდენი ამბავი გადაგიტანიათ? ხო და გავის ფარფალი არ დავყარეთ და დღემდე მოვედით, მუშაობთ, აღვადგინებთ მთლიანად და უკვე გავუშვით ისევ რეალიზაციაში და აი კი ხედავთ. მთელი დღე გაქვთ დატვირთული პროცესი არ ჩერდება. ამას მწვადის ნახშირს უწოდებთ თქვენ? სამწვადეს ფისკიდით ხო? რესტორნებს ხო და არავინ არ გაპატიებდათ, კაი ნახშირი რო არ იყოს და გემრიელი მწვადი რო არ იწვევოდეს, ხო? აქამდე ალბათ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეკოლოგიური სუფთად გამოვიყენოთ და
მოსახლეობა არ დავაზიანოთ და მომხმარებელს საფრთხე არ შეუქმნა. ერთ-ერთი მთავარი იდეა ასევე თქვენი საქმის, როგორც ვიცი, ზუსტად ეგ არის. ეკობიზნესია ასე. შედეგიც აგერ არის, უბრალოდ დაგემოვნე ნახე. შედეგიც არის. ნახე შედეგს. ამ დაგემოვნეთ აი თვითონ მიწოვიდან ნახშირიდან არის გაკეთებული მწვადი. ნახშირიანი ხელებით? ცოტა ცხელია. ვაუ. ცოტა გამინაწილე რა. ვაიმე რა გემრიელია მეთქე. პირველი შენაშინდე შენი მიდან ნახშირიდან გაკეთებული. იდეალურია. ხორცი აშკარა ძალიან კაია, მაგრამ წვადი შეწვის დროს ვიცი, მოგხსენება ალბათ რომ მხოლოდ ხორცი არ წვეთს ყველაფერს. წვის პროცესი, როგორი წვება, როგორი პროდუქციიდან გაკეთებული, მასაც მნიშვნელობა რა. რატომ დაავირჩიოთ ეს თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირი? პირველი რო სუფთა არის. შემდეგ ფინანსურად მომხმარებელი მოგებულია ხის ნახშირთან შედარებით. გამოსავლენობა ძალიან დიდხანს აქვს წვა, როგორც ხის ნახშირთან შედარებით. ხის ნახშირი დაახლოებით რამდენი ხანი იწვის და ამის წვარ რა ხანგრძლივობა აქვს? 10 კილოიან ტომრებიში გვაქვს ჩვენ და ხის ნახშირი უჭირდება 3 ტომარა, ეს გჭირდება 1 ტომარა. ანუ 1/3-ზე გამოდის. ტვერი არ აქვს, ხელი არ გესრება, როცა მოიხმარ. და სხვადასხვა პროცესები აქვს რა მისი. და თან აი შესაძლებელია არის უფრო მეც გამოსცემს. შესაძლებელია რომ მოსახლეობაც მოიხმაროს სახლში ბუხარი იქნება თუ რამე იქნება, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით ეს დიდი ძვირია. ამ შემთხვევაში. და რესტორნებისთვის არის იდეალური ხელმისაწვდომი. კარგი, ის ხა დაგვრჩენია, მოკლედ შევიდეთ, ნახოთ, როგორ მზადდება ეს უნიკალური პროდუქცია საქართველოში. პირველი წარმოება თხილის ნაჭუჭის ნახშირის. ყველაფერს გაჩვენებთ, დარჩით მომდევნო წუთის განმავლობაში ჩვენთან ერთად. ადი წაღვით. ადი წაღვით, წვადი არ შემიჯონ, სომრები არ დამიტიო. აქვე ყოფილა დანადგარი. ეს ჩამოცვილი ნაჭუჭი პირდაპირ აქ იყრება, როგორც ხვდები. მოი გადაუ ცოტა დაიწერე. ჩორტი. ჩარტი მოდი. ჩარტი და ჩაღარები და. მიდი ისენ. მოი დანაიღე. აი ესედა ჩაუღრით მეშობეთ მოდის აქა გამოსაწვავში, გაიმსება ეს, შემდეგ ცეცხლობით და თავის მან თვითონ წვავ პროცესი. მეორე ეპიზოდი იწყება მოზელვა ნაჭუჭის, გამოწვარე ნაჭუჭის მოზელვა. ეს ყვითელი ნაჭუჭი, რომელსაც მიიღებთ, მივიღებთ, გამოიწვება 300 გრადუსზე, კარბონიზირება ქვია და შემდეგ გადადის საზელში. საზელის მერე გადადის საპრეში და შემდეგ საშრობში. გამოწვა რატოა მნიშვნელოვანი რა პროცესია საერთოდ? თუ არ გამოიწვა, ცეცხლი ეკიდება, სუნი აქვს სპეციფიკური ის ზეთები რაც აქვს, თხილის ნაჭუჭს ის უნდა გამოიყო. გამოწუხდება, კარბონიზირება ქვია მაგ პროცესს. და რამდენ გრადუსზე ხდება? 300 გრადუსზე ხდება ეს გამოწვევა. ეს დანადგარები, მე ვიცი, ნაწილი გაქვთ შეძენილი სოფლის მეურნეობის სოფლის მეურნეობის გრანტით. კი, გრანტით მაქვს შეძენილი საშრობი ხაზი და საპრესი ხაზი მეორე დამატებით. სადაური დანადგარებია? თურქეთიდან არის შემოდარებული. ანუ დღის განმავლობაში რამდენი გამოიწვება, რა დატვირთვით მუშაობთ? 2-3 გამოწვევას ვაცვლობთ. დილიდან იწყებთ? დილიდან, კი, 9-დან საღამომდე 2-3 გამოწვევას ვაცვლობთ. სალგე პიროვნება რომელიც წვავს დაანჩენები, საპრეზზე მუშაობენ და მოზელვაზე. კაი, ეს მოზელვის პროცესი მაინტერესებს ძალიან, კიდე დაუბრუნდეთ ამ ნაწილს. მოკლედ ის გამომწვარი, როგორც ხვდები, გადმოდის აქ. გამოწვის პროცესი ხდება მშრალად თუ მშრალად. ცეცხლი. ცეცხლით მხოლოდ. აჰა. შემდეგ ინაცვლებს აქ. აქ ცოტათი მეჩვენება, რომ სველია თუ არა, ეს წყალია დასხმული, რომ გაგრილებულიყო. აი, გამოწვარი ნაჭუჭი ესე იქნება. არა, აქ რამე ისეთ სპეციფიკური სუნი. არა. და შემდეგ ინაცვლებს ამ დანადგარში. ამაში საპრესში. აქ ალბათ უკვე ქუცმაცდება. კი, იზილ იფშრება შიგნით. და იქ თვითონ შეკვრა ნახშირის რით ხდება. მერე უკვე ეს დანადგარი პრესობს. ეს დანადგარი ახლა არც ისე მოცულობითია, დაახლოებით რა რაოდენობას იტევს? 200 კილო ეტევა, მაგრამ სწრაფად ცილობს. აჰა.
რამდენი წუთი ჭირდება? სამ ნახევარსაათში სანამ ერთი ეტაპი გაივლის მეორე მოზადებული. და მე აქ იყრება, ხო? აქ იყრება და ვედროები ჩადის აი მას სამდასში. ნახოთ აბა საზელი როგორ მოიყურება აქ. მანქანა მევიდა. ხმა იყო. ნახე? ჩვენ ველოდებით ზესტაფონიდან თუ არ ვცდები თხილის ნაჭუჭს, როგორც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თხილის საწარმოს განიღებს. რატო რამდენი ტონა შემოდის ახლა? ეხლა შემოდის 3 ტონა. 3 ტონა თხილის. 3 ტონა ერთ რეისზე და დღეს ისევ კიდე 3 რეისი აქვს გასაკეთებელი. მაგრამ უნებრივი ახლა 9 ტონას ვერ გადაამუშავებთ, ალბათ არა, ის რო ხო არ ჩავარდეს, მუშაობ, ხო, ცილი რო არ ჩავარდეს. რამდენი რეგიონიდან იღებთ ისე? სამეგრელო და იმერეთი. სამეგრელო, იმერეთი. გურია? გურია, არა, აი ახეთ ხარხნებდა ხელშეკრულება და აა. ცოტა ზემოთ რო ამოხიდეთ, ზემოთ. ამან პირდაპირ დაღაროს, აფერცა ხო და მოუშვოთ. ჰა? მოდი. სანამდე მივიდი. ჰა? ლაფად გაირი არ გადახოს. ხილის ნაჭუჭის ხარისხს რამე მნიშვნელობა აქვს? არა, ყველა ერთნაირი. ერთნაირი. ხორი სქელკანიანი, სქელკანიანი უკეთესია გამოსავლიანობისთვის. უფრო მეტი გამოდის, თორე ნახშირი. თქვენ ისე სქელკანიანი თხილია. უმეტესად სქელკანიანია. კარბონიზაციის შემდეგ ნაჭუჭი მოვათავსეთ საზელში, მოიზილა და შემდეგ მიდის საპრესში. რომელიც ღებულობს საბოლოო ფორმას. ამის შემდეგ წავა საშრობში მზად არის რეალიზაციისთვის. ეს ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო პროცესია, უკვე მზად არის, ხო? ამის მერეა შრობა. ამის მერეა შრობა და შემდეგ უკვე დაფასება და სარეალიზაციო გათვალა. ის წინა პროცესები რაც გავიარეთ უკვე იქ რაიმე დანაკარგი გააქვთ? დანაკარგი არის 4 ტონა ნახშირი ნაჭუჭი და კეთდება 1 ტონა ნახშირი. აქ ფაქტობრივად არანაირი შეზავება არაფრის არ ხდება, უბრალოდ იპრესება, ხო? იპრესება სველი გამომტვარი ნაჭუჭი სველდება წყალთან ერთად იზილება და იპრესება და შემდეგ ის წყალი აორთდება საშრობში. შეშის ნახშირი განსხვავებული ტექნოლოგიით კეთდება თუ მსგავსია? არა, განსხვავებული. ისინი როგორც მე ვიცი, ცისტერნებში იკეთება. ითუშება ცისტერნაში და შემდეგ შვნიან აი ტექნოლოგიის ეს ტექნოლოგიურად რომელია უფრო რთული? რთული პრინციპში ორივეა, მაგრამ გამოსავლიანობა მომხმარებელი მოგებულია ფინანსურად მტვერი არა აქვს, დანაკარგი არა აქვს. მომხმარებლისთვის ეს უკეთესია და ბუნებას ვინ არ შუნებთ, ხეთყი არ იჭრება და კეთდება ბიომასიდან. სამხარაულის დაწესებულებაში სერტიფიკატით მაქვს აღებული 98% ნახშირბად შეიცავს. აი, ძალიან კაი მაჩვენებელია, ხო? მაღალი. საქართველოში თქვენ ერთადერთი საწარმო ხართ, დავით. და რეგიონში ყავთ კონკურენტები? უცხოეთში არ ვიცი, მე არ მინახია ეს ნახშირი. თურქები აკეთებენ ამ დაგვარს უბრალოდ შუაში დირკავთ და ისინი აკეთებენ ხის ნახევრად. ის უფრო მალე იწვის. ეს წვას დიდხანს ინარჩუნებს, სიგრძეც უფრო მეტია. 5 საათი ამთია. ისე თუ გამოიყენება რაიმე სხვა მიმართულებით, თუნდაც პირობითად გასათბობად. კი ბატონო. უმელისთვის. უბრალოდ ძვირიжდება, თორე უმელისთვის. ვით ნებისმიერ შემთხვევაში შის ნახშირთან შედარებით აქ მომხმარებელი უფრო მოგებულია, იმიტომ რომ წვა უფრო დიდი ხნით მიმდინარეობს. რისთვისაც იყენებენ ამ ნახშირს, პლუს უფრო ნაკლები ჭირდება, ალბათ, ვიდრე შეშა. ეს 10 კილო უდრის 30-40 კილო ხის ნახშირს გამოსავლიანობაში. დღის განმავლობაში დათო, რამდენს აკეთებთ? 2 ტონას მომზადებ. დღეში 2 ტონა გამოდის, ხო? და ადგილობრივი ბაზარი იმარაგდება. კი, თბილისი ბათუმი. რეალიზაციაზე არ არის პრობლემა. ხონდა უფრო დიდი წარმოება, უბრალოდ ჩარჩა თოლმა დაგვიგრია. საწარმო აღვადგინეთ. ადგილობრივმა მერი ამას დაგვეხმარა. სახურავი შეიცვალა.
სოფლის განვითარების სააგენტომ დანადგარები შეგვიძინა და რა ვიცი მოხდა სტიქია და შევჩერდით, მაგრამ თავიდან აღვადგინეთ და გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან მაგარია რომ არ დანებდით. რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და 4 ადამიანი. 4. სტაბილურად ხო? ანუ კი. სეზონურობა არა აქვს ამ საქმეს. ზამთარს გაუჩერებლად მუშაობთ. თხილ სეზონურობა ახასიათებს და ნარჩენს ყველა სეზონზე როგორ იღებ? არა, მთლიანად წლის განმავლობაში ხელშეკრულება ხარხელთან დადებული და ჩავარდა არასდროს არ ხდება. ისე ან ნაჭუჭი შენახვა პირობითად რამდენიმე თვე რო შეინახოთ, წელი შეინახოთ, არაფერი მოსდის, ხო, ჩვეულებად გამოიყენება. საერთოდ არ აქვს სუნი. არც ისე რთულია თუ ეს დანადგარები გაქვს ფაქტობრივად. რა ვიცი, მარტივი პროცესია 4 ადამიანი ახერხებს დღეში 2 ტონა ნახშირის წარმოებას. ხის ნახშირთან შედარებით რამდენი უპირატესობა აქვს? წარმოიდგინეთ, გაცილებით მეტხანს იწვის, უფრო მეტ სითბოს გამოსცემს და ამდენი ხნის განმავლობაში არავის მოუვიდა აზრად ამის წარმოება. პირველები არიან საქართველოში. ნახოთ საშრობით. ეს რამე სპეციალური საშრობია თუ საშრობი არის. ნაი, ახლა ვნახე, ხელს არ დაგისიო საერთოდ. გამომშრალი უკვე გამომშრალი ეფექტური. აღარ სვლის ხელს. და უკვე ძალიან ყარი მასა გამოდის. და ჩოლოდ ყდება, ხო? ჩვეულებრივად ატეხა. არა, მაგარია. სამწვადედ არის არის. ამის დანთება მარტივი თუ შედარებით ხის ნახტიდან შედარებით ცოტა უჭირს, რომ დაპრესილი არის, რომ გაენთობა ანთია საათობით რა. სამაგერად უფრო დიდხნიანი წვა აქვს, ვიდრე ხის, ხო? ნახშირს. რამდენი გრადუსზე ხდება გამოწვა? 90. დღენახევარი, ხო? ნახევარი ჭირდება. და რა რაოდენობა თავსდება აქ? ამქანე თავსდება დაახლოებით 400 კილოგრამამდე. ეს ერთი საშრობი გაქვთ, მხოლოდ საშრობი გვაქვს ჯერჯერობით. რომ ნახოთ რა. გაზით ხდება გამოშრობა, ხო? გაზი ძვირი სიამოვნებაა მგონი საშრობად, ხო? ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი მთავარი დანახარჯი თქვენს საწარმოში. ეს გაუჩერებლად მთელი დღე-ღამის განმავლობაში არის იშება ისე არის. ვაუ. როცა გაშრება, შემდეგ გავთიშავთ, გავაღებთ, გამოშრება ყველაფერი და შემდეგ ვაფასოვებ მეშვიდეში. კომბრელში ვაფასოვებ და მე მიგვაქვს ან ბათუმში, სადაც იქნება მოთხოვნა მიმართულებით.